მე-19 საუკუნის დასაწყისში გორის მრეწველობა ხელოსნობასთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში გორში 46 სახელოსნო ყოფილა: ზეინკალთა, ოქრომჭედელთა, ფეხსაცმლის მკერავთა, მექუდეთა და მღებავთა სახელოსნოები. ასევე ფუნქციონირებდა კრამიტის სახელოსნო, საკირე, აგურხანა და ტყავის სახელოსნო. გორში ცნობილი მეწარმეები იყვნენ: ანდრო ციხითათრიშვილი, სიმონ ბალიაშვილი, სოსიკო თაყნიაშვილი, გიორგი ბებიაშვილი, კარგია სომხიშვილი, ღამბაროვი ივანე, გლახა მეჩათოვი, ანდრიე გამგებელი და ივანე მაისურაძე. უფრო მოგვიანებით 1852 წელს გორში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმო ტყავის სახელოსნო ყოფილა, სადაც სხვადასხვა ხარისხის ტყავი მზადდებოდა და გორის მაზრის გარდა აქ წარმოებული ტყავი ვაჭრებს დედაქალაქშიც მიჰქონდათ. ამავე პერიოდში გორში პოპულარული ყოფილა არყის 14 საწარმო, რომელსაც ბევრი მომხმარებელი ჰყავდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. რაც შეეხება მსხვილ საწარმოებს და ქარხნებს გორში, მოგვიანებით მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაიყარა საფუძველი.